მაღაზიის დახლებზე მომხმარებლებს დღეს პური გაძვირებული დახვდათ. 9 კილოგრამიანი ეგრეთ წოდებული ქვის პური, რომელიც ლარი და 20 თეთრი ღირს და ახლა ლარი და 30 თეთრი ღირს. პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გაძვირების მიზეზზე დასმულ კითხვას აგრესიით უპასუხა. თქვა, რომ მწარმოებელს ამის უფლება ჰქონდა. მიზეზად კი აუცილებელი ხარჯები და ფქვილის ფასი დაასახელა. რომელი ასორტიმენტია თქვენი ინფორმაციით? 2-500 გრამიანი. პროდუქცია კომპანია იფქმა გააძვირა. სწორედ ეს კომპანია იკავებს ბაზრის დიდ წილს, შესაბამისად მომხმარებელი ძირითადად სწორედ იფქლის პროდუქტს ყიდულობს. კომპანიაში განმარტებების გაკეთება არ ისურვეს. პურის გაძვირება მოულოდნელი აღმოჩნდა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციისთვის. განმარტავენ, რომ ფქვილის ფასი ბოლო თვეებია უცვლელია. შესაბამისად, ის პურის გაძვირების მიზეზი ვერ იქნება. ასოციაციაში ამბობენ, რომ ასეთი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება თუ ყოველთვიურად გამოქვეყნდება პურის ფასის ინდექსი, რაც ნათელს გახდის, რა კომპონენტები იწვევს სამხმარებლო ფასის ზრდას. ეს ინფორმაცია ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო, როგორც ფქვილის წარმოებლებისათვის, იმიტომ რომ დღევანდელი ფასი, რომელიც ფქვილზე არის საქართველოში, ეს არის 58 ბიჯი 60 ლარი, 1 ტომარა 50 კილოგრამიანი ფქვილი, უკვე დგას დაახლოებით თვენახევარი 2 თვის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ფქვილიდან გამომდინარე, სავარაუდოდ ეს გაძვირება არ მომხდარა, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პურის ფასის ინდექსი რო იქნეს გათვლილი საქართველოში ყოველ თვეში, შესაბამისად გვეცოდინება, რომ თვიდან თვემდე რა პარამეტრები შეიცვალა და როგორი მოსალოდნელი ტენდენციები შეიძლება იყოს პურის ფასთან მიმართებად. პური მოსახლეობის ძირითად ნაწილში მთავარ საკვებ პროდუქტს წარმოადგენს. განსაკუთრებით მაღალია მისი წილი სოციალურად დაუცველი და დაბალშემოსავლიანი მოქალაქეების რაციონში. შესაბამისად, პურის თუნდაც 10 თეთრით გაძვირება ბევრი ოჯახისთვის მნიშვნელოვნად ზრდის საკვებზე გაწეულ ხარჯებს და მძიმე ფინანსური ტვირთია. 1 კილო ხორცი ვერ მიყიდია, ისეთი 27-28 ღირს საქონლის ხორცი და მე თანაც პური და როგორ უნდა დაწყებულიყო ეს მომატება. პურმა რომ მოიმატოს, კატასტროფული ფასები მოემატება, ამაში დარწმუნებული ვარ. ელემენტარული. ყველაფერი არის გაძვირებული, აბსოლუტურად ყველაფერი. ამათ ხო სინდისის ამოსი არ აქვს. თვითონ ხო არ აკლდებათ არაფერი. მე რასაც ყიდულობ, ის არ გაძვირებულა. 10 თეთრით თუ გაძვირდება, არ იქნება პრობლემა ჩემთვის. საერთოდ გაძვირება ყოველთვის პრობლემაა. მარტო პურის ფასი არ გაძვირდა, ყველაფრის ფასი გაძვირდა. წამლები ნახეთ რა ფასია. ჩემი პენსია აღარ ყოფილა. ყველასთვის არის ფასის და მაგრამ ჩვენ ვიგვეკითხება რამის. ბოლო 1 წლის განმავლობაში ინფლაციამ თითქმის 5%-ს მიაღწია. საკვების ჯგუფში კი ფასების ზრდა 12%-საც აღწევს. შესაბამისად, დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვის, რომელთა ფინანსების დიდი ნაწილიც სწორედ საკვებში იხარჯება, ცხოვრება ბოლო 1 წელში მნიშვნელოვნად გაძვირდა. 20 ლარით მომატებული პენსიიდან დიდ ნაწილს პენსიონერები სწორედ გაძვირებულ პურსა და სხვა პროდუქტებში დახარჯავენ.